ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. კოალიციის ლიდერის თქმით, დღევანდელი დღე წმინდანების ბიძინა ჩოლოყაშვილი შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღე არის მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისა. ეკატერინე ხვედელიძე კი არჩევნების მიმდინარეობას გამოეხმაურა და თქვა, რომ იმედი აქვს კენჭისყრის დღე შვიდად დასრულდება. და ყველა ქებულობის მშობლოდა ხორცთა შესწავლებით და განათავისუფლებით ყველი ჩვენი ციტეს ისტორია ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულმა რა შეაძლებინა ამ ხალხს ჭეშმარიტად წამდეს და გვიყვარდეს ღმერთი გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და დღესაც ძალიან ღირსშესანიშნავი ძალიან სიმბოლური დღე იქნება ძალიან დიდი ისტორიული ჩაიწერება დღეს საქართველოს უდიდეს და უძველეს ისტორიაში. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა გარდა იმისა, რომ ბიძინას ხსენების დღე არის, ამავდროულად არჩევნების დღე არის და მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ დროისთვის დაფიქსირებული აქტიურობას ჩვენი საზოგადოების აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ამ დღეს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი აქტიურობაა ჩვენ ქვეყანაში.